რავი ლადო იმაშვებიან რა ანუ ეხა ჯერჯერობით იღრინებიან მაგრამ დაალაგებენ ტრაკებს არ ვიცი თუ არ დაალაგებენ და კიდე შეგვასკდებიან ერთხელ და რას იღრინებიან რავა ნუ ეხა არეგულებიან იმას რომ უგებთ რა და ნუ ეხა დაბოღმილები არიან და რაღაცებს კუჭკა დადიან და ჭრიჭინებენ რომ კიდე სხვა პოსტზე ვცადოთ ეხა რაღაც ყრილობა მოვიწიო და ასე ჩვენ შევუთვალეთ რომ ეყრილობა კარგად არ დამთავრდება თქვენთვის და არავისთვის თქო პარტიისთვის თქო და ყრილობა და რა კიდე ბავშვები არიან აუ ჩვენ ვეუბნებით რომ ეხა შიდა კონფლიქტის გარეთ გამოტანა არავის არ აწყობს ეხა თუ ვინმეს აწყობს და ვინმე მაგას გადაწყვეტს თვითონ იქნება პასუხისმგებელი შედ ამიტომ არის ესე რა ხო და მე ვიმედი მაქვს მაინც დაალაგდებიან რა ვიცი და ვინ არის ამის ინიციატორი ისა სათვალეებიანი თუ ნუ ეხა მიშა არის კაცო მიშა არის ვითომ ეხა თვითონ არ ჩანს მაგრამ ადეიშვილი ვაშალომიძე მურთაზაზოდელავა მაქაური პროჭები საყვარელიძე ვინც არიან და ციხიდან ბაჩო და რაღაცა ყველა ერთად რო ბოკერია მე გიგი ისა ამათ ჩვენ სასტავს ასე ვთქვათ გვებძვიან და უნდა ჩაჩოჩება და ეხა ჩვენ ვეუბნებით რომ შედეგი თუ გინდათ არჩევნებზე აგერავარ და თუ არა და შეიტანეთ ტრაქში და ვნახოთ რასაც იზამთქო თქვენ დედაც მოთქვით. არა რაღაცა ის არის თუ რაღაც ხლეობა რა ნიправი ხლეობა იმის მაგათ ბიზნესზე ფიქრობდეს ჩვენზე ფიქრობს ტიპი და вообще ჯერესტე ოდესაზე ფიქრობდეს უნდა წესით. მერე ბიზნესზე და ბოლოს ჩვენზე და რა პირველ რიგში ჩვენზე ფიქრობს და მერე তো ყველაფერი დაანჩენს და ეჭვიანობს რა. ხო და რა ეჭვიანობს რა მაგის კამანდა ხართ მაგის. ეჭვიანობს რომ ისე დაავლაგდებით რომ ეგ აღარ დაგჭირდება. ეჭვიანობს რა ვიცი გიჟია. ნუ ეხა ეგ აღარ დაგჭირდებათ ეგ რო აბსურდია ხო იცის თვითონაც რომ ეგ სულ დაგჭირდება. არის ის ეთყობა არის ის რა. რას იზამე ხა იმის ტვინში ხო ვერ შეცვლი რაღაცას. ესენი აგიჟე. აბა რა თუნდა უნდოდეს ეხა რა თუნდა უნდოდეს ბაჩოს და იმის ადეიშვილის დაალაგებული პარტია რა არ გამოჩნდება რომ ბაჩო და ადეიშვილი ალაგებენ თუ რა და ხალხი აღთოვანებით შეეგებება ამ ორი დიდი მოღვაწეს ქართულ პოლიტიკაში გაბლატავებას ისე თუ რა იქნება ეხა იმის მაგივად ყველანაირად მალავდეს დააჩოჩებდეს თავის ყოფილ პაზორნი ძალოვნებს ისე იმათ ეყდნობა და მარტო იმათი იმედი ექთ ანუ იყოს ეხა რა უყოთ ეხა ხო და ნუ აი რატო ჭირს ესე ჭკვიანი კაცი აი რატო ჭირს ესეთი აი რა პოზიცია გიჟია რა გიჟია ხელისუფლების გიჟია გასაგებია ხო არ კარგავს ამ ხელისუფლებას ვერ გავიგე თვითონ არ ჯამთელ ძალას დაეყრდნოს მაგრამ მონები უნდა ლადო არ უნდა ადამიანები რომლებიც ჯამთელები არიან და ჯამთელად ელაპარაკებიან და რაღაცაზე წინააღმდეგობას უწევენ და რაღაცაზე არასეუბნებიან არ უნდა მონები უნდა და ჩვენ მონები ვერ გავხდები და ვინც ყავს მონები იმათ ეხტნობა რა მონურპონში რა ასამ კვადრატულ მეტრში მჯდომ გიგის ებძვის იქიდან და ეხა რა ვიცი მაგდენი ნამუსიც არა აქვს რომ გიგის დამბრძოლა არ იკადროს რა ვიცი რეკავს ხალხთან და ეუბნება რომ ეგ უგულავას ხალხია და უგულავას ხალხი ისია просто ეს მომის აჩემება თუ არის ეს კაიხანი არ დავაგდება მაშინ დავაგდება თუ მიხვდება რომ აზრი არ აქვს დავაგდება ნუ მიხვდა ესე თავისით ვერ მიხვდება იქნება ვიღაც ან გიგა და შენ ჩამოხვიდეთ და ელაპარაკო დააწყნაროთ და ამშვიდეთ რაღაცა ეგეთი იქნებ ქნა თქოს ეგრეც ვიზამთ ალბათ მაგრამ შენ არის ბაზრო ეხა მან ქართველებში არაფერი არა ბიჭო რა უნდა ვიბაზრო შენ ღადა ოფშეჩი რა ენის მიტან მომტანი არა ბიჭო რა უნდა ვიბაზრო შეში ხო გადარე ამათან რამის თქმა როგორ შეიძლება ვაფშე შეჩი ასმელა მაგის თქმაც არ გჭირდება შეჩი არა ბიჭო ნუ ამას რაღაცა პატარა ჯგუფი ყავს მალადნიაკურიან ვაშაძეს მაგრამ ნუ ძირითადად გამოყლეებული ბოშები არიან ხო ნუ კამსამოლი რა კამსამოლია რა თითოეულ როგორ კამსამოლიც არის ეგეც ასწავლე თვითონ კატასტროფა ო ჭიათურელი ნაგლი კომკავშირელია რა მეტი არაფერი არის ღირებულებების და პრინციპების გარეშე ვაფშე ტიპი ეთამოთქვა კარიერისტი კაროჩი მეტი არაფერია რავი გოში მე თუ დამიჯერებთ აი ჯობია რომ შენ და გიგამ
კი გავაიასნებთ რაღაცას დაველაპარაკებით. აი ვასილიჩმაც თუ გარისკა და წამოვიდა, აი თქვენსანი რომ დაუჯდეთ. ვასილიჩი ვერ ჩამოვა, მაგრამ ნას გარევსიო გიგა ჩამოვა. შენ არ გინდა, ხო? ბიჭო, რა მე ვაფშე უფულოთა ვარ ეხლა და ეგ მაქიან მე არაფერს არ იმას ვიზავს და რაღაც თუ მოახერხეთ აქედან ავაშირო. ხო, ну მოკლედ შეხედე შენ და თუ მაგას გააძრობ, რასაც მე გეუბნები რომ ამას დაელაპარაკოთ, ძალიან კარგი იქნება. დაჟეთ ჩხუბით და იმითიც რომ დაიწყოთ, მაგრამ ბოლო-ბოლო დავაგდეთ, მე მგონი ღირს. შეიძლება ნახოთ, შეხედოთ. ხო, აი ვოზიშვილი, რა ვიცი, მე ეგრე მგონი, ყოველთვის ლაპარაკი მაინც ყველაზე კაი პუნქტია რა, დრესი შორიდან რაღაცა ისე. აი, აფერი შორიდან არ იყო კაც მანდ ვიყავით და ველაპარაკეთ კბილა და მშვიდად და მე ისო გააკეთა ეს. ნახოთ რა, შევხედოთ. ბიჭო, ესენი აგიჟებენ ბოზიშვილი, მე ხო ვიცი აქ რა ვითარება რა. ესენი აგიჟებენ ამას, ეს სასწავლი რა, ეს ვაშაძე და ეს სასწავლი აგიჟებენ. ეს დედა მოტყნულია სათვალეებიანი გლავნი პროჭი. კი, ეგ არის გლავნი. ეგ არის გლავნი, ეგ თესლი ეგასი. ეგ თესლი.